გამშვიდობისა, ეს იმედი ლაივია გიორგი ფუტკარაძესთან და მაგდა ანიკაშვილთან ერთად. გამარჯობა, მთავარ ამბებს გიყოლით ისე როგორც არავინ სხვა. შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება. შიდა რადიკალიზმის დაბრუნება, ხელისუფლების ოპონენტები ირანში ომის ფონზე შესაძლებლობების ფანჯარას ხედავენ. ყოველთვის, როდესაც სრულდება შეხვედრა, გვაქვს მოლოდინი, როდის გაიმართება ის ხელახლა. ასეთი განწყობით დატოვა საქართველოს ნიკოლ ფაშინიანმა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის ხომის შემდეგ. მოლაპარაკებები იყო დატვირთული, განიხილებოდა ეკონომიკა, ტურიზმი, მზარდი სავაჭრო პარტნიორობა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო მშვიდობის როლზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგის დროს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობას. სომხეთთან ისტორიული მეგობრობა და თანამშრომლობა დღეს არის სამაგალითო. საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესის მხარდაჭერის გამო ფაშინიანმა პერსონალური მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ კავშირებს საქართველოს დახმარებით და ხელშეწყობით. სომხეთის პრემიერი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და ეროვნულ ინტერესებს. ევროინტეგრაცია ორივე ქვეყნის მისწრაფებაა და საქართველოს სომხეთისთვის ამ გზაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. განსაკუთრებული მადლობა სტუმარს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და მეგობრობის გაღრმავების და თბილი პერსონალური დამოკიდებულების გამო გადაუხადა ირაკლი კობახიძემ. ბაიდენის ადმინისტრაციის დატოვებული მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობის შემდეგ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ნელი ნაბიჯებით ურთიერთობების ახალი თავი იწყება. ქართული საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონშია, სანამ დეპუტატები სუვერენული ერების ალიანსის სამიტში მონაწილეობას მიიღებენ, წინ ორმხრივი შეხვედრებია. დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს შეხვდა. მთავარი საკითხი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. გავცვალეთ მოსაზრებები, რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ამ ურთიერთობების აღდგენის ფორმატში, განაცხადა სამხარაძე. მისი თქმით, საუბარი უსაფრთხოების გამოწვევებს, შუა დერეფანს და ოკუპაციას შეეხებოდა. იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა და ის სულისკვეთება, რომლითაც ეს შეხვედრა წარიმართა, მომავალში წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგცემს. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ის განაცხადა, ამ შეხვედრამდე კი ის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა, რომელთანაც საუბარი ასევე შუა დერეფნის განვითარების საკითხს, მათ შორის ტრამპის მარშრუტსაც შეეხო. ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ საქართველოს ტრამპის მარშრუტის განხორციელებას მიესალმება, რადგან ეს არ არის შუა დერეფნის ალტერნატივა. პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი. თბილისის შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინშია, სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებაზე ღია გზავნილები არაერთხელ გაკეთდა. საქართველოში იმედოვნებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობას ორი ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული ჯანსაღი თანამშრომლობა ჩაანაცვლებს. ახლახანს დასრულდა ჩემი შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ბატონ ენდრიუ ბეიკერთან. ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ძირითადი საკითხი ჩვენი შეხვედრისა. განვიხილეთ ასევე ის პროექტები და ის მიმართულებები, რომელმაც შეიძლება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ახალი იმპულსი მისცეს და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ურთიერთსასარგებლო პროექტები განავითაროს. ჩვენ საუბარი გქონდა ასევე უსაფრთხოების გამოწვევებზე, ვისაუბრეთ ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, ვისაუბრეთ ირანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე და იმაზე თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას საქართველოსზე და ზოგადად სამხრეთ კავკასიაზე. შეხვედრა საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ასევე ქართულ და ამერიკულ ადმინისტრაციას შორის ღირებულებით თანხვედრაზე. ჰქონდა საუბარი ასევე უახლესი წარსულის საკმაოდ მძიმე, ასე ვთქვათ, გადაცდომებზე, მათ შორის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებზე. თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან პოზიტიური შეხვედრა ჰქონდა და ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ახლო მომავალში ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ კიდევ უფრო მეტი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი პოზიციების არათუ დასაახლოებლად, არამედ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასაყვანად.
ყველა ნაცი ერთად ყოფილი მაღალჩინოსნების შემდეგ NGO-ებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში გადაბარგებულები ერთმანეთში ნაჩხუბრები, მრავალგზის გაერთიანებული და დაშლილები ახლა წარმოადგენენ ერთობას, რომელსაც თავად უწოდებენ ალიანს და რომელიც შექმნის პირველივე დღიდან წარუმატებლობისთვის თავად სააკაშვილმა გაწირა, რადგან გამოაცხადა, რომ ამ საქმეში თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული. მოკლედ, პროექტი ტოქსიკურია და ამიტომ გირჩი ხარობს, რომ მოწვევა ვერ მიიღო. შეთანხმების ტექსტში ჩაწერონ მარტივი სიტყვები, თანხმდებით ერთადერთ რამეზე, რომ მიშა ყოველთვის მართალია და ამით ყველა პრობლემა აღმოიფხვრება, ამბობს იაგო ხვიჩია. კეკლუცობენ ლელო და გახარია. ამტკიცებენ, რომ ერთობაში არ შევლენ, რადგან დამოუკიდებლად სურთ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება. ანუ ახლა აღარ მოსწონთ სააკაშვილი, არადა სულ ცოტა ხნის წინ ერთი ნაცმოძრაობასთან სამთავრობო კოალიციის შექმნას აპირებდა, მეორეს კი ჰქონდა შექმნილი კოალიცია თვითმმართველობებში. ახალი სახეები არა, ახალი იდეები არა, ერთობასთან დაკავშირებით არც ბაბლი ასხივებს ბედნიერებას. ლაშა ბაქრაძე თანამოაზრეებს მოუწოდებს, რომ ზედმეტი ეიფორია საჭირო არ არის, გამოცდილებიდან გამომდინარე მას არ სჯერა, რომ ოპოზიციის გაერთიანებას რაიმე სერიოზული შედეგი ექნება, მოკლე პერიოდს არ მოიცავდეს ეს სიხარულიო. პრობლემას თავისებურად ხედავს თაკო ჩარკვიანიც, გამიზნული წყევლა მგონია ეს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომ ისევ მოსეს გზაზე ვიაროთ. ასეთ სპექტაკლებს რომ ყოველთვის ერთი რეჟისორი ყავს, ამას ახსენებს საზოგადოებას ქართული ოცნება, უმრავლესობის წევრების თქმით, გარე ძალები ოპოზიციის რებრენდინგს ცდილობენ, დაყოფის ტაქტიკით მოქმედებენ, სინამდვილეში ყველა ეს სუბიექტი კოლექტიური ნაცმოძრაობის იდეას განასახიერებს. რეგიონში ომის ხმა ისმის, ქართულ პოლიტიკაში კი ძველი სცენარის ექო. ირანში მიმდინარე მოვლენების პარალელურად ომის მეხოთხე ჯგუფები გააქტიურდნენ. რადიკალიზმის ფლაგმანი ტრადიციულად მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც იგივე სცენარი, რაც ახლა ირანში ხდება, საქართველოში ისურვა. ღმერთო ეს ხმატკბილი გამაგონე ჩემ მამულში წერს აგვისტოს ომის დროს გორიდან გამოქცეული მთავარსარდალი. ომისა და მსხვერპლის სურვილაც ღიად ახლოვანებენ სხვა ოპოზიციონერებიც. ბომბები და ცხედრები, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ძალაუფლების დაბრუნების ერთადერთი გზა ჰქონიათ, ეს დიდი ხანია სიახლე არა, ასე იყო 2022 წელსაც, როდესაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერდა, რომ 10,000 რუსი სამხედრო მაინც რომ გაეჩერებინა საქართველოს, ეს უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნებოდა, ხოლო ეკაგი გაურიკი შესაძლებლობის ფანჯარას ხედავდა, რომელიც საქართველოს უნდა გამოეყენებინა, რადგან მისი აზრით რუსეთი ყველა მიმართულებით ომს ვერ დაიწყებდა.